თუმცა ჩემს ცხოვრებაში ბევრი სასიკეთო სიახლე შემოიტანა. გამიზარდა ინტერესი სხვადასხვა საგნების მიმართ და შევიძინე ახალი უნარები. ამ პროექტმა მომცა შანსი, რომ აქტიურად ვიყო ჩართული სამოქალაქო პროცესებში. ჩემი ცოდნის დონე ბევრად ამაღლდა, გავხდი უფრო აქტიური და კომუნიკაბელური. მე დავესახე უახლოესი მიზანი და ვიცი ახლა უკვე როგორ უნდა ვიმოქმედო. საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა აფხაზეთმა გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური ხელშეწყობით შიდა ქართლის რეგიონში განახორციელა პროექტი ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება. პროექტი 2013 წლის მაისში დაიწყო და 2015 წლის ნოემბერში დასრულდა. მასში ჩართული იყო გორის მუნიციპალიტეტის 8 სოფელი: შავშვები, ზერტი, მეჯლისხევი, ახალდაბა, შინდისი, ტყვიავი, ტირზნისი და ხიდისთავი. პროექტის მიზანი გახლდათ კონფლიქტი დაზარალებული მოზარდებისა და ახალგაზრდების სოციალური უნარების და კომპეტენციების განვითარება, ადგილობრივ თემში მათი მონაწილეობის წახალისება, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ასევე სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა. პროექტის მონაწილე 3000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი მოზარდი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობს. მე ვარ გვანცავ, სწავლობ მე-11 კლასში. როდესაც ეს პროექტი დაიწყო 2013 წელს, მე-9 კლასში ვიყავი. მე ვარ დავითი, მე-12 კლასის მოსწავლე და ამ პროექტში ჩართული ვარ პირველივე დღიდან. ჩემი სახელია ნინო, ვარ მე-12 კლასში. თუმცა, როდესაც ეს პროექტი დაიწყო, მაშინ ვიყავი მე-10 კლასში. მე მქვია ჯიმი. როცა ცენტრმა აფხაზეთმა დაიწყო ჩვენ სკოლაში ეს პროექტი, მაშინ მე დიდი ენთუზიაზმით ჩავერთე მასში. პროექტის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ შეიქმნა არაფორმალური განათლების 7 კლუბი თითოეულ სკოლაში, სადაც თავდაპირველად 8 მოსწავლე ვიყავით გაერთიანებული. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მოგვიანებით მოზარდთა რიცხვი გაიზარდა, მაგალითად ზოგიერთ კლუბში 15-17 ბავშვიც იყო. მახსოვს ასეთი შემთხვევა, როდესაც ერთი გოგონა სხვა თემიდან სპეციალურად გადმოვიდა ჩვენ სკოლაში, რომ საკლუბო მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. მომიწია გადასვლა სხვა სკოლაში და რო დავიგე მასწავლებელი იგოა სწავლიდა თან ბიოლოგიის კურსი არ იყო და ისე მომიდა დედაჩემთან ტირილი დავიწყე, რომ აქეთ გადმოსვლა მინდა მეთქი და გადმოვედი. თითოეულ კლუბს ჰქონდა სამთვიანი ციკლი. ამას საშუალება მისცა ბავშვებს, რომ რამოდენიმე კლუბში მიეღოთ მონაწილეობა. კლუბები იყო ისეთ საგნებში, როგორიცაა ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკა. ასევე იყო გარემოს დაცვის, სამოქალაქო განათლების და ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბები. ცენტრმა აფხაზეთმა თითოეულ სკოლაში, სადაც განხორციელდა ეს პროექტი, რეაბილიტაცია ჩაუტარა ერთ საკლასო ოთახს. სწორედ ამ ოთახებში იმართებოდა ჩვენი საკლუბო მეცადინეობები. აგრეთვე მოხდა ამ ოთახების აღჭურვა ავეჯით, ლაბორატორიული ხელსაწყოებით და სხვადასხვა ლიტერატურით. მოსწავლეებს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ნაკლები ინტერესი აქვთ. დონორის მხარდაჭერით კი საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენტრ აფხაზეთს საჯარო სკოლებში ზუსტი მეცნიერებების პოპულარიზაციისა და არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. პროექტის მონაწილე სკოლების უმრავლესობას არ ჰქონდა საჭირო ლაბორატორიული აღჭურვილობა, ხოლო პედაგოგების ნაწილს ტექნიკური საგნების სწავლების თანამედროვე მიდგომებზე ხელი არ მიუწვდებოდათ. სწორედ ამიტომ აუცილებელი გახდა საჯარო სკოლებში საგანმანათლებლო მიმართულებების პროექტების პოპულარიზაცია და არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვიცოდით, რას ნიშნავდა არაფორმალური განათლება. და რამოდენიმე მოსწავლე ამის გამო სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ როდესაც დაიწყო მეცადინეობები, ძალიან გაგვიტაცა და გვინდოდა დიდხანს გაგრძელებულიყო. ეს ერთფეროვანი საგაკვეთილო პროცესი ბავშვებს ნამდვილად ბეზრდება და აი აქ ძალიან სრულ მასშტაბში იგი რეალიზაციას ბავშვები ახდენენ. არ უწევთ ბავშვებს გაკვეთილის მომზადება, პასუხი, ქულებით შეფასება. არიან ძალიან თავისუფლები და ყველა მეცადინეობაზე მე ვცდილობ რომ 2-3 სახალისო ექსპერიმენტი ფიზიკიდან მაჩვენო და იმდენად მოსწონთ ეს ყველაფერი ბავშვებს, რომ სიხარულით მუდიან ყოველი კლუბის მეცადინეობაზე კი არა, მე აქ დანახ ექსპერიმენტებს ოჯახის წევრებს უტარებენ. მე ბავშვობიდან მიყვარს მათემატიკა
და ეს კლუბის მუშაობა დამეხმარა იმაში, რომ შემდეგ გადავწყვიტე ჩემი პროფესია დამერჩია მათემატიკა. საერთოდ მათემატიკასა და ტექნიკურ საგნებში გოგონებს ნაკლებად აქვთ ინტერესი, მაგრამ როდესაც ეს პროექტი დაიწყო, გოგონებმა უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინეს ვიდრე ბიჭებმა. ვიცი უკვე როგორ უნდა მომხმარო მიკროსკოპი დამზადო პრეპარატი, გამოვიყენო კომპიუტერში ეს ყველაფერი. კლუბური მუშაობების შედეგად მიღებულ ცოდნას ჩვენ ვუზიარებდით სხვა სკოლის მოსწავლეებსაც. ამის კარგი საშუალება იყო კონფერენციები, რომლებიც ტარდებოდა ყველა საკლუბო მიმართულებით. მე განსაკუთრებით დამამახსოვრდა ის კონფერენცია, როდესაც 8 თემის წარმომადგენლები ვიყავით და გავაკეთეთ მოხსენება სვეტიცხოველზე. ოღონდ ამ საკითხს მიუდექით არა ისტორიული კუთხით, არამედ მათემატიკური კუთხით, ინჟინერიის განხრით. მე ქიმიის კლუბიდან გადავინაცვლი მათემატიკის კლუბში. ამ მათემატიკის კლუბში მიმდინარეობს ძალიან საინტერესო კვლევები, ასევე არის ხშირად სხვადასხვა ადგილებში გასვლა და ვაცნობთ ჩვენს მუშაობას სხვადასხვა ადამიანებს და სხვადასხვა სკოლებს. კლუბურ მეცადინეობას ჰქონდა სახალისო ფორმა, სხვადასხვა ენერჯაიზერების სახით, რომლებიც ჩვენ ჰქონდა 5 წუთის განმავლობაში დაძაბული მეცადინეობის განტვირთვისთვის. გაწევრიანებული ვიყავი მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების კლუბებში. მინდა აღნიშნო, რომ ჩვენთვის ხშირად ეწყობოდა გასვლები დედაქალაქის უმაღლეს სასწავლებლებში. მე დავამახსოვრდა ვიზიტი აგრარულ უნივერსიტეტში, სადაც დავათვალიერეთ ქიმიისა და ფიზიკის ლაბორატორიები. სტუდენტებმა ჩაგვიტარეს ცდები, მოგვიყვნენ სტუდენტური ცხოვრების შესახებ. აგრეთვე დავათვალიერეთ კულინარიული ლაბორატორია. გარემოს დაცვის კლუბის წევრი ვიყავი. ეს არის კონკურსი, რომელიც მე გავაკეთე, ამის შესახებ უფრო სერბაცალიფებზე და შემდეგ გაუზიარა ჩემი ცოდნა. კიდევ განსაკუთრებით დამამახსოვრდა ისეთი აქტივობა, როგორიცაა ძველი საბურავების შეგროვება. მოგეხსენებათ, არის ისეთი ტრადიცია, როცა საბურავებს წვავენ ჭიებუკონობაზე. ეს აბნეცურებს გარემოს. ჩვენ შევაგროვეთ ძველი საბურავები და გამოვიყენეთ სკოლის ეზოს გასალამაზებლად. შევღებეთ და ჩავდგეთ შეყვავილები. საერთოდ გარემოს დაცვის კლუბმა და ჯანსაღი წესის ცხოვრების კლუბებმა უამრავი აქტივობები ჩაატარეს. ეს იყო ცაველი გასვლები, ვიქტორინები, ექსკურსიები, ბანაკები, თემატური აქტივობები. 22 მარტი არის წყლის დაცვის საერთაშორისო დღე. ჩვენ მე ვარ ლაშა ლაგურაშვილი, ჯანსაღი ცხოვრების წესის კლუბის წევრი. გამოვიდით იმისათვის, რომ დავასუფთავოთ მდინარე ლიახვის სანაპიროს გარკვეული ნაწილი, რათა დავანახოთ ხალხს, რომ არ შეიძლება წყლის დაბინძურება და უნდა მოუფრთხილდეთ წყალს. თითოეული ასეთი აქტივობა აღბეჭდილია ფოტოზე, ზოგი ვიდეოზე. ამ აქტივობებს ვიღებდით ბავშვები და შემდეგ ერთმანეთს უზიარებდით სოციალური ქსელის მეშვეობით. რაც შეეხება სპორტულ აქტივობებს, ჩატარდა უამრავი ტურნირი სხვადასხვა სკოლებს შორის, ისეთ სახეობებში, როგორებიცაა ველოსპორტი, ფრენბურთი და ფეხბურთი გოგოებს შორის. თითოეული ტურნირი ჩვენთვის ნამდვილი დღესასწაული გახდათ. სამოქალაქო განათლება იძლევა საშუალებას, რომ მოზარდები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული სამოქალაქო პროცესებში, უფრო ინტეგრირებულნი საზოგადოებაში. ჩატარდა ისეთი აქტივობები, როგორიცაა შეხვედრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, კინოდისკუსიები, ექსკურსია დედაქალაქის მუზეუმებში და საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. მე დღეს აქტიურად ვარ ჩაბმული ჩემი თემის ცხოვრებაში და ამის საშუალება ცენტრ აფხაზეთმა მომცა.
პროექტის განმავლობაში 80 პედაგოგმა გაიარა გადამზადება არა მხოლოდ საგნობრივი მიმართულებით, არამედ არაფორმალური განათლების სასკოლო კლუბების მართვის სპეციფიკით, რაც მათ მთელი ამ დროის განმავლობაში ეხმარებოდა საკლუბო მუშაობების ეფექტურად წარმართვაში. უამრავ პროექტში მიიღეს ბავშვებმა მონაწილეობა, რამოდენიმე პროექტში გაიმარჯვეს კიდევაც და მოიტანეს გრანტი. ამ გრანტის შედეგად ის ასევე რესურსი იქნა შემოტანილი სკოლაში, რომელიც სკოლას რჩება და ის მომავალ თაობებსაც გამოადგება. ცენტრმა აფხაზეთმა ჩვენი ცხოვრება და სწავლა უფრო საინტერესო გახადა. აი გავიდა 2 წელი და დღევანდელი გადმოსახედიდან რომ ვფიქრდები, ხვდები თუ როგორ გავიზარდე მე როგორც პიროვნება. მე ძალიან მიხარია რომ მომეცა შანსი მონაწილეობა მიმიღო ამ პროექტში. პროექტის დასაწყისში დავწერე ჩემი მოლოდინები ფურცელზე და ახლა რომ გადავხედე, თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისინი 100%-ით გამართლდა.